მაესტროს შუადღე კლავ პირდაპირ ეთერშია, დავბრუნდით მარი მილორავასთან ერთად და განსაკუთრებით ყურადღებით გვიყურეთ და გვისმინეთ იმ ადამიანებმა, ვისაც გსურთ, რომ გქონდეთ ისეთი მოცულობითი თმა, ანუ ვისაც გაქვთ თხელი თმა, მოკლედ და გსურთ, რომ გასქელდეს ეს თმა, ან გნებავთ, რომ სწრაფად გაიზარდოს თმა. აბა მარი გისმენთ. ორი მარტო აქედან გისმენთ. რას ვაკეთებ? ყველაზე უფრო ყურადღებით რაც კი გვისმენთ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, მოგესალმებით. დღეს თქვენთვის საინტერესოსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ნიღაბია, რომელიც ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ძალიან კარგია. პირველ რიგში ეს არის ნიღაბი, რომელიც ისედაც ლამას თმას, გახდის უფრო ლამას, ესე იგი გაგვეზრდება ჩქარა, შენ და მანიკა ამაში ძალიან დაინტერესებული ხართ და ექნება ლამაზი მოცულობა. ესე იგი, ვიღებთ ზღვის მარილს, რომელიც როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, არის მინერალების ძალიან დიდი წყარო. ზღვის მარილს ვასხამთ ზეითუნის ზეთს, ისე რომ დაფაროს, თვალის ზომით, აურევთ ამას კარგად. მარილი იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. კი ბატონო, ძალიან ბევრი არ დავასხათ, ზემოდან არ უნდა მოადგეს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს როგორც სკრაბი თმისთვის და როცა ძალიან ბევრ ზეთს ვასხამთ, თხელია და უკვე სკრაბის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ძალიან კარგია თმისთვის ხორბლის ზეთი. ხორბლის ზეთში არის ძალიან ბევრი B ვიტამინი. ეს ხორბლის ზეთიც ალბათ აფთიაქებშია. ხორბლის ზეთი იყიდება აფთიაქში და იყიდება მწვანე აფთიაქშიც. ხორბლის ზეთი დაახლოებით 9 ჩაის კოვსი. უნდა სადღაც 4 სუფრის კოვს ზღვის მარილს. ესე იგი 4 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, დავასხათ ზეთი ისე რომ რაღაც ძალიან არ გათხელდეს და შემდეგ 9 ჩაის კოვსი. ეს დაახლოებით ესეთი კონსისტენციის გამოდის. აი ხო, ეხლა ვიღებ რამ სიგრძის თმას ეყოფა? ჩემთვის ეყოფა. შენაერთმებზედაც კარგია, კი, როგორ არა ეყოფა. ანუ ვისაც ძალიან მოკლე თმა აქვს, შეუძლია ნაკლები ეს კეთდება თმებზე არა, ეს კეთდება კანზე. ესე იგი, გადავიწევთ ამ თმას ხაზებად და გავიკეთებთ მასაჟს ესეთი წრიული მოძრაობებით. ვიკეთებთ სადღაც 5 წუთი მასაჟს, მარილი არის ძალიან კარგი ანტისეპტიკი, ამავე დროს ასრულებს სკრაბის ფუნქციას და აი ესეთი მასაჟის დროს ეს მინერალები კანითაც იწოვება. შედის. რამდენი ხანი უნდა გავიჩეროთ? აცოცხლებს ამ ბოლქვებს თმის. რამდენი ხანს ვიმჩერებთ ამ 5 წუთიანი მასაჟი? დამასაჟებულ შეზელილ ნიღაბს? აი როგორც კი მორჩებით 5 წუთიან მასაჟს, ეგრე შეგვიძლია ჩამოვიდა. აი მასაჟი, რა ტიპის მასაჟი უნდა გავიკეთეთ? აი თითების. აი ასე. წრიულად. კვირაში რამდენჯერ რა ინტერესებს? კვირაში ერთხელ. ასევე ზღვის მარილით მინდა გასწავლოთ ძალიან კარგი ნიღაბი, რომელსაც ხმარობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. თან ეს ნიღაბი ინახება კარგად. შეგვიძლია ბევრი დავამზადოთ, შევინახოთ და ბევრი დავამზადოთ. გამოვიყენოთ. უბრალოდ მე ახლა გავაკეთებ. მაცივარში უნდა შევინახოთ? არა. არ ჭირდება მაცივარი. კლავ ზღვის მარილი. კლავ ზღვის მარილი. 3 სუფრის კოვზი. და ვასხამთ ძალიან კარგი ინგრედიენტს კონიაკს. კონიაკს. 3 სუფრის კოვზ ზღვის მარილს ვასხამთ კონიაკს და დაახლოებით რამდენი იყო ეს 100 გრამი ალბათ. ცოტა მომივიდა. ნაკლები იყო. ირაკლი შენ თვალით ხვდები ხო? ჩემ გამოცდილებას. დავასხათ ზღვის მარილი, დავაყარ. ესე იგი, უნდა იყოს ისევ ისეთი სკრაბის კონსისტენციის, როგორც იყო. ანუ არ უნდა იყოს ძალიან თხელი სკრაბის კონსისტენციის. ზემოდან კონიაკი არ უნდა მოადგეს. აი ახლა მე ცოტა ბევრი ცოტა თხელი მოგვივიდა, გაითვალისწინეთ. ზემოდან არ უნდა მოადგეს. აი კარგად რომ გაიხსნება ერთმანეთში, შემდეგ დავუმატებთ თაფლს. თაფლი უნდა დავუმატოთ ისე რომ კონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. თაფლი, ვისაც ალერგია აქვს, თაფლზე შეუძლია იხმაროს თაფლის მაგივრად ზეითუნის ზეთი. მოკლედ, მეგობრებო, თქვენ თვითონ უნდა განსაზღვროთ რაოდენობა თვალის ზომით, უნდა იყოს სკრაბის კონსისტენციის, უნდა დავასხათ ისე რომ კონიაკი ზედ არ მოადგეს. და შემდეგ ჩავამატოთ თაფლი ისე რომ კონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. ამას ყველაფერს ჩავასხამთ სტერილიზებულ ქილაში, ну შეგვიძლია 1 წუთი შევდგათ
მიკროტალღურ ხუმელში, ან გავაკეთოთ ორთქლზე, არა, სტერილიზაცია გავუკეთოთ. თვითონ ან ჭურჭელს. გავაკეთოთ ორთქლზე, დავიჭიროთ, გავუკეთოთ სტერილიზაცია და შემდეგ ჩავასხათ ეს ნაყენი და შევინახოთ სიგნალეში 2 კვირა. ჯერ უნდა შევინახოთ 2 კვირა და შემდეგ დავიწყოთ. კი. შეგვიძლია გავაკეთოთ დიდი რაოდენობით, შევინახოთ, იმიტომ რომ ეს 1-2 თვე ინახება. და შემდეგ იმ რაოდენობით, რაც გვჭირდება თმისთვის, ისევ თმის ძირებში შევიზილოთ მასაჟის მოძრაობებით. ქალებმა შეიძლება ამას დაამატონ 1 ცალი კვერცხის გული, თუ აქვთ მშრალი კანი და ესე შეიძლება რაღაცნაირად დგება, როგორც ჩანს, დაყენების პროცესშია 2 კვირა ეს ინგრედიენტები ერთმანეთში შედის. გამოყენების წინ უნდა დავუმატოთ, ალბათ კვერცხი აუცილებლად, ხო? თუ ქალებისთვის კი, თუ აქვთ გრძელი თმა და უნდათ რომ თმებზეც მოისვან, რა თქმა უნდა, შეუძლეთ კვერცხი. და თუ უნდათ მარტო ძირებზე, მაშინ ეს საკმარისია კვერცხის გულის გარეშე. ესეც კვირაში ერთხელ. 20 კვირაში ერთხელ, თუ ძალიან გვეჩქარება და გვინდა რომ სასწრაფოდ ლამაზი თმები გქონდეს, კვირაში ორჯერაც შესაძლებელია. და შეგვიძლია შევიხვიოთ 20 წუთი და შემდეგ დავიბანოთ ჩვეულებრივი შამპუნით, რითაც ვიბანთ საერთოდ. ძალიან კარგია თმის გასასქელებლად გადავიღლოთ ბაშლის მარი და კოჭა. ახლა თუ მოვასწრებ, აღარ ვასწრებ ამის დრო, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვექნება ამის საშუალება შემდეგ გადაცემებში. დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი რჩევებისთვის. მე აუცილებლად ვცდი ჩემს თმაზე ამ ყველაფერს. მე ვფიქრობდი რომ იმ კონიაკის ნიღაბის მერე მეორედას რამე წუნიანი უნდა გადავიღოთ. დღეისათვის სულ ეს იყო გემშვიდობებით, დაგველოდეთ ხვალ ისევ 2:09-ზე დაგიბრუნდებით. ხვალამდე. ნახვამდის.